DMT დიმეტილტრიპტამინი, როგორც მკვლევარები აცხადებენ, ეს არის ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს ტვინში არსებული პენიალური ჯირკვალი. ეს ხდება სიკვდილისწინა გამოცდილების დროს და ასევე სულიერი მდგომარეობის დროს, რომელიც ვიცით როგორც სამადჰი. ეს ნივთიერება ქვეცნობიერს და ცნობიერს აკავშირებს ერთმანეთთან. კარლოს კასტანედა იყენებდა მესკალინს. გამოდის, რომ გაგების ანუ შინაგანის სულიერი მდგომარეობის მიღწევის დროს ტვინში თავისთავად გამომუშავდება დიმეტილტრიპტამინი და ეს ბუნებრივია, რადგან მიიღწევა ერთგვარი შინაგანი ნირვანა. მაგრამ მომზადებელი ცნობიერება თუ ხელოვნურად მიაწვდის ამ ნივთიერებებს ორგანიზმს, ხდება ენით აღუწერელი, აბნორმალური შოკის მომგვრელი ხილვები, ჯოჯოხეთი. უბედური შემთხვევა, თვითმკვლელობა, ძალადობრივი ან სხვა სახის მოულოდნელი გარდაცვალება. განსხვავდება იმ ადამიანთა გარდაცვალებისგან, რომელთა სასიცოცხლო ენერგიაც დაეცა ავადმყოფობისგან ან სიბერისგან. თუ ისინი იყვნენ სუფთები და სულიერად მორგებული, მას ინახავენ და ზინავთ ბედნიერად მათი სიცოცხლისათვის განკუთვნილ დრომდე. მაგრამ სხვა შემთხვევაში თვითმკვლელები ან მოულოდნელად გარდაცვლილნი ინარჩუნებენ ცნობიერებას და გარკვეული დროის განმავლობაში განიცდიან თავიანთი მიწიერი ცხოვრების ბოლო სცენას. თან ვერ ამჩნევენ, რომ უკვე დაკარგეს ფიზიკური სხეული და იმყოფებიან ასტრალურ სფეროში. ამ შემთხვევაში ნორმალური გამწმენდი პერიოდი იწყება ამ ვადის ამოწურვის შემდეგ. მანამდე კი ცოცხლად აღიქვამენ ასტრალურ და ფიზიკურ სამყაროებს. ადამიანმა, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, ხოლო შემდეგ ის სიკვდილით დასაჯეს, ის განსაწმენდაში კვლავაც და კვლავაც იმეორებს, ანუ განიცდის ჩადენილი მკვლელობის სცენას, მის შემდგომ დაპატიმრებას და სიკვდილით დასჯის სცენას. თვითმკვლელს ავტომატურად ექნება სასოწარკვეთილების და შიშის განცდის განმეორება, რომელიც წინ უსწრებდა თვითმკვლელობას და ის კვლავ განიცდის თავის სიკვდილისწინა ბრძოლას. ერთ-ერთი თქმულების თანახმად, ერთმა ქალმა, რომელიც ხანძარში დაიღუპა, საშინელ განცდებში თავის ირგვლივ ემოციების ისეთი დიდი ქარბორბალა შექმნა, რომ 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ტანჯვის სცენა. ველურად ხელს კრავდა მათ, მის დამშვიდებას ცდილობდა. მაშინ, როდესაც სხვა ქალმა, რომელსაც ბავშვი გულზე ეწვინა და საშინელი შტორმის დროს დაიღუპა, შეინარჩუნა სიმშვიდე, სიმამაცე და სრული სიყვარული გულში. გარდაცვალების შემდეგ შევიდა სრული მშვიდი ძილის მდგომარეობაში, სავსე ნათელი და ბედნიერი ხილვებით მოსიყვარულე ქმარსა და შვილებზე. ამ სწავლების მიხედვით შედარებით ჩვეულებრივი განცდით, უბედური შემთხვევით გარდაცვალების დროს ადამიანი მაინც ხვდება განსაცდელში, რაც გამოწვეულია მის მიერ ჩადენილი საქციელის გამო. და ეს შესაძლოა არ იყოს ამ ცხოვრებაში ჩადენილი საქციელი. ვინაიდან ცნობიერების სრული შენარჩუნება განსაწმენდელის ქვედა განყოფილებაში, მჭიდროდ არის დაკავშირებული დედამიწასთან. ადამიანი კვლავაც სავსეა ინტერესებითა და გეგმებით, რომლებითაც დაკავებული იყო ის სიცოცხლეში. ის აღიქვამს ადამიანებს და ნივთებს, რომლებიც მასთან არის დაკავშირებული. მას ძალიან სურს ზეგავლენა მოახდინოს საქმეები.